შაბათს იყო დებატები, პრემიერ-მინისტრიც ესწრებოდა და ზურამ ამ დებატებზე დაასახელა დემოგრაფიის ერთ-ერთ პრობლემად ჩვენი სტამბულის კონვენციაში ყოფნა და სტამბულის კონვენციის საფუძველზე შექმნილი ანტიოჯახური გენდერული იდეოლოგიის შინაარსის მქონე კანონმდებლობა, რომელიც ითვალისწინებს ძალიან უხეშ მეთოდებს ოჯახში ჩარევის და ზურამ იქ წამოაყენა პოზიცია, რომ ამ კონვენციიდან გამოსვლა საჭირო. მოდი გავუშვათ ეს ვიდეო გერალი. პრემიერმა ახსენა თავის გამოსვლაში, რომ შობადობის თემა არის პრობლემა, ეგ რომ გამოიკვეთა და ხელისუფლებამ აღიარა კარგია, ოღონდ მე მაქვს კითხვა. რატო არის მაგალითად საქართველოს ისევ სტამბულის კონვენციის წევრი, რომელშიც პირდაპირ არის გაწერილი, რომ ტრადიციული როლები ქალის და კაცის არის პრობლემა და სახელმწიფომ ყველაფერი უნდა გააკეთოს იმისთვის, რომ ეგ ჩანაცვლდეს. ბატონი კობახიძე, როგორც კარგი იურისტი, ნამდვილად ერკვევა იმაში, რომ საერთაშორისო ხელშეკრულებებს უპირატესი ძალა აქვს შიდა კანონმდებლობებში თუ რატიფიცირებულია და მაშინ რატო არ გამოვედით იმ ხელშეკრულებიდან? ეგეთ ხელშეკრულებებში რატო მონაწილეობთ? რატო გვაქვს უკიდურესად რადიკალური ფემინიზმით ინსპირირებული პოლიტიკა, მათ შორის ოჯახის შიდა საქმეებში აგრესიულ ჩარევაში, როცა ოჯახური კონფლიქტია, რა თქმა უნდა, ძალადობა სადაც ხდება, იქ უნდა პოლიცია მიმოქმედოს, მაგრამ სიტყვიერი შელაპარაკების დროსაც რო ხდება უკვე პოლიციის ჩარევა და რა თქმა უნდა, ეგეთი ოჯახები ინგრევა მერე. აი ამ იდეოლოგიური პოლიტიკის ავტორები და თანამონაწილეები, მათ შორის არის ქართული ოცნება და მაშინ რატო არ ვცვლით ამ ყველაფერს? რას ნიშნავს სტამბულის კონვენცია და რაშია პრობლემა? ბევრს არ ესმის რა არის და იქ გაიგო და რაღაცა რა დროს მაგაზე ზოგი ეგეთი კომენტარიც რა დროს მაგაზე ლაპარაკია ხალხო. სტამბულის კონვენციამ საქართველოში დაიწყო მიზანმიმართული განადგურება ოჯახის ინსტიტუტში. აი მოდით შევიდეთ უშუალოდ ამ კონვენციის გვერდზე. ესაა სტამბულის კონვენცია ქვია ამას. კი. აი პირველი პუნქტი მე-12 მუხლის. აი პირველი. მხარეები იღებენ ყველა საჭირო ზომას ქალისა და მამაკაცის ქსევის სოციალურ და კულტურულ მოდელებში ცვლილებების დასანერგად იმ მიზნით, რომ აღმოიფხვრას ის ცურწმენები, ადათ-წესები, ტრადიციები და ყველა სხვა პრაქტიკა, რომლებიც ეფუძნება ქალთა არასრულფასოვნების იდეას ან ქალისა და მამაკაცის როლის სტერეოტიპულ წარმოდგენებს. ქალისა და მამაკაცის როლის სტერეოტიპული წარმოდგენები, რო ვიცოდეთ, რას ნიშნავს, ეს არის ტრადიციული წარმოდგენა. ტრადიციული ოჯახი. ანუ აი მაგალითად ქრისტიანული წარმოდგენა ოჯახის. ამ კონვენციით დაუშვებელია ქრისტიანული. არა მარტო ტრადიციული ოჯახის, არა მარტო აი მაგალითად გოგო როგორ შეიძლება იქცეოდეს. კაცი როგორ შეიძლება იქცეოდეს. მაგალითად აი რა არის როგორ იქცევა გარკვევა ზოგადის ნორმები. აი მაგალითად ვიღაცა ამბობს, რომ რაღაცა 16 წლის გოგოსთვის ღამის კლუბში სიარული რა ისეთი გართობის ფორმებში მონაწილეობის მიღება, რომელიც ტრადიციულად გარკვეულდებათ და ეს როგორი მოვლენაა ეს. ეგ უნდა მოიშალოს. აი ვიღაცა ეფშტეინის კუნძულიდან გამოვარდა, იმან დაწერა ეს კონვენციები და იმის გამოგონილ ნორმებზე უნდა გადავიდეს, გადადის კიდეც ახლა, ხო, ახლა, საზოგადოებებს რო დავაკვირდეთ, ხო, ევროპას, საქართველოშიც სამწუხაროდ ცოტა ეფშტეინის კუნძულის სტანდარტებზე გადადის, ხო, ყველაფერი და აი ტრადიციული რაც იყო და რაც სინამდვილეში ფასეულობები არსებობდა, აი მანდედან უნდა გამოვიდეთ. აი თან მთავრობამ ამ კონვენციის თანახმად ყველაფერი უნდა გააკეთოს იმისთვის, რომ საზოგადოებაში ეგ ნორმები გაქრეს, რომ მოისპოს ეგ ნორმები. ეგ არის სინამდვილეში ლიბერალიზმი. ლიბერალიზმზე როცა ვლაპარაკობთ, ეგ არის. ერთ მონაკვეთს კიდე წავიკითხავ, ამავე მუხლში არის მე-5 პუნქტი. მხარეები უზრუნველყოფენ, რომ კულტურა, ადათ-წესები, რელიგია, ტრადიციები და ეგრეთ წოდებული ღირსების საკითხი არ ჩაითვალოს ამ კონვენციის მოქმედების სფეროში შემავალი ძალადობის ნებისმიერი აქტის გასამართლებელ მიზეზად. და აქ ამ კონვენციაში ძალადობის ფორმებად უნდა გვესმოდეს შეყვანილი ასევე ფსიქოლოგიური ძალადობა, ანუ დაყვირება, ან რაღაცის აკრძალვაზე მიმართული დაჟინებული მოთხოვნა. ანუ
მხარეებმა, ანუ სახელმწიფომ უნდა უზრუნველყოს, რომ კულტურა, ადათ-წესები, რელიგია, ტრადიციები და ეგრეთ წოდებული ღირსების საკითხები არ ჩაითვალოს ფსიქოლოგიური ძალადობის საფუძვლად. საკუთარ ქალიშვილს, გოგოს ვიღაცა უკრძალავს სექსუალურად გარყვნილ ცხოვრებას, რომელიც ამ კონვენციის მიხედვით ადათ-წესებით ინსპირირებული მიუღებელი როლების მოდელია ქალებისთვის თავს მოხვეული, აი მასეთი რაღაცა რომ აუკრძალოს მამამ შვილს, ამ კონვენციის შეზღუდვადია. მამა დაკავებადია მაგის საფუძველზე. ოჯახების ნგრევის მაჩვენებელი არის საქართველოში სოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე უარესი. განქორწინებების მაჩვენებელი ავიდა 13,000-ზე, 2013 წელს იყო 8,000. 8,000-დან წელიწადში 13,000 განქორწინება ხდება, ოღონდ 2013 წელს 31,000 ქორწინება ხდებოდა ყოველ წელს. საქართველოში ეხლა 21,000 ჩამოვიდა. 21,000 ქორწინება და 13,000 განქორწინება წელიწადში. და ეს ყველაფერი დგას სტამბულის კონვენციასთან შეერთების შინაარსზე. ამერიკაში არ არის მაგალითად ეს კონვენცია, ევროპის რიგი ქვეყნები არ შეუერთდნენ ამ კონვენციას. თვითონ სტამბული გამოვიდა, თურქეთი გამოვიდა. მიდის და ნაწილში ქვეყნების, აი მაგალითად პოლონეთში მიდის ჯელობა, რომ აქედან გამოსვლა ასაჭირო და კონსერვატიული ნაწილი ევროპული ქვეყნების ან პოლიტიკური ძალების მსჯელობენ, რომ აქედან გამოსვლა ასაჭირო, იმის საფუძველზე მაგალითად ეს არის გენდერული იდეოლოგიიდან განახევი კონვენცია, რომლის მიხედვითაც ეკონომიკური ძალადობა ჩვეულებრივ დასჯადი მდგომარეობა ოჯახში. მაგალითად, მამა არ აძლევს ქალიშვილს ფულს იმის გამო, რომ ღამის კლუბში წავიდეს. ეგ ითვლება ამ კონვენციის მიხედვით ეკონომიკურ ძალადობად. მამა უარს ეუბნება ქალიშვილს და ქალზე ძალადობის ფორმულირება შედის ასე ქალიშვილი ან გოგო, რომელიც არასრულწლოვანია, არ აძლევს უფლებას სადღაც ღამის კლუბში სადმე მისი აზრით მიუღებელ ადგილზე წავიდეს და ამ კონტექსტში უყვირის თავის შვილს. ესეც განიხილება ამ კონვენციის საფუძველზე ფსიქოლოგიურ ძალადობად და დასჯად ქმედებად და კატასტროფული ნორმა, რომელიც ამ კონვენციის საფუძველზე ჩვენს კანონმდებლობაში არის გაწერილი, კონვენციის ძალა აღემატება ადგილობრივ კანონმდებლობის ძალას. შენს კანონში სხვა რაღაცა თუ წერია, მაგალითად წერია, რომ უდანაშაულობის მტკიცების ტვირთი ბრალდებულს არ აქვს. და მტკიცების ტვირთი აქვს ბრალმდებელ მხარეს, თუ შენ კანონმდებლობაში წერია, კონვენციაში წერია საპირისპირო კონვენცია აღმატებული შენს კანონმდებლობაზე. და დასჯადი ამ კონვენციით არის ფსიქოლოგიური ზემოქმედება, ანუ ვიღაცას დაყვირება და მტკიცების, უდანაშაულობის მტკიცების ტვირთი აქვს კაცს, რომელსაც ეს დააბარა. ეს ანუ ვერ დაამტკიცე. ანუ უყურე ამის საფუძველზე ათასობით ადამიანი, ყველაზე მაღალი პროცენტი პატიმრების ამის საფუძველზე. ნახევარზე მეტი ამ ოჯახური კონფლიქტებით ზის. ოჯახის ინსტიტუტი მოარღვია ამ კონვენციამ. ფაქტია, რაც შევედით ამ კონვენციებში და ეს პრაქტიკა დაინერგა, ну, აგერ შედით კაცო საქსტატის ოფიციალურ საიტზე. განახევრდა ჩვენი დემოგრაფია. 20 წელიწადში 1000 აღარ დარჩება აქ ქართველის. და უყურეთ როგორი რაღაცა, აი შეიძლება ბევრი ვერ ხვდებოდეს, რას ნიშნავს ეგ მტკიცების ტვირთი. მტკიცების ტვირთი არის იურისპრუდენციის ყველაზე ფუნდამენტური პრინციპი. შენ რომ ვიღაცა რაღაცას გაბრალებს, შენ კი არა ხარ ვალდებული რომ თავი იმართლოს. ვინც გაბრალებს, იმან უნდა დაამტკიცოს შენი ბრალეულობა. ეს არის ანაბანა საერთოდ სამართლის. და ანუ ფემინისტური ეს აგრესიული ფემინიზმი იმდენად წარმოიდგინე, იმდენად მავნებლობა, იურისპრუდენციის პრინციპიც კი შეცვალეს იმისთვის, რომ თავისი გაიტანონ. და აი პრაქტიკაში როგორ აისახება ეს ყველაფერი იცით? გარდა იმისა, რომ პატიმრების ნახევარზე მეტი ამ ოჯახური კონფლიქტების შედეგად ციხეში ზის და გაავსეს პენიტენციური დაწესებულებები და რეპროდუქციული ასაკის მამაკაცებით გატენეს ციხეები, კაცო, ვინ გაამრავლდება თუ ახალგაზრდა კაცები ციხეებში ჩასვი და ქალებს ფემინიზმი მოახვიე თავზე. მაგალითს მოვიყვან, ყველას გვახსოვს ერთი 7-8 წლის წინ მე მგონი, ეგეთი ცნობილი გახმაურებული ამბავი რომ იყო, ცნობილი ის რო არის ქართველი ჩოგბურთელი ბასილაშვილი, ცოლმა რომ უჩივლა რომ მასზე ძალადობდა თურმე. მერე საბოლოოდ რომ დამტკიცდა სასამართლოს მიერ რომ ტყუილია და გაამართლეს ის, უყურეთ ამ სტამბულის კონვენციის შედეგად რა მოხდა. არსებული ამ ფემინისტური პრაქტიკით როგორ განვითარდა ეგ მოვლენა.
ამ ქალმა უბრალოდ იჩივლა, ანუ მიაკითხა საგამოძიებო უწყებას და ამ ქალის სიტყვის საფუძველზე, ვერბალური სიტყვის საფუძველზე ეს ცნობილი ბასილაშვილი დაიჭირეს, დააკავეს და 100,000 ლარის გირაო გადაახტევინეს. ანუ რატო გადაახტევინე გირა? ანუ ამან რომ უბრალოდ სიტყვიერად რაღაცა თქვა, ამის საფუძველზე შენ ეგრევე რატო დააპატიმრე და რატო დააკავე ადამიანი. მაგრამ 100,000 ამას გაუმართლა ვინაიდან 100,000 ლარი ქონდა, იმიტომ რომ ცნობილი ადამიანი იყო. ეხლა თქვენ წარმოიდგინეთ ჩვეულებრივ რიგით მოქალაქეს, ჩვეულებრივ რიგითი კაცი რა დღეში, ანუ ვიღაცა ქალს, ან ოჯახის წევრს, ან მეზობელს ამ კონვენციის შედეგად შეუძლია შენ რაღაცა დაგაბრალოს. უბრალოდ ასე, ჰაერიდან რაღაცა და უამრავი შემთხვევაა ჩვენთანაც მოსულან, ციხიდან წერილები მოსულა, კაცო, აი რაღაც შემზარავი ამბები კაცების წინააღმდეგ, ჩვეულებრივ ომი მიმდინარეობს. ვიღაცა ქალი რაღაცას დაგაბრალებს და შენ იქნები პასუხისგებლები თავი იმართლა. და მთელი სისტემა ამ ფემინისტური რაღაცა ნაგვით და საწამლავით უტევს კაცს და ოჯახს. აი მაგალითად როგორი ფაქტები მოუყვანე ჩვენთან მოსულ ხალხი, რომელსაც აი სახში ყვირილის გამო მეზობელმა დარეკა და მეზობლის დარეკვის საფუძველზე დააკავეს ვიღაცა რომ ეს ყვიროდაო, ისე რომ მე ცოლიც იძახდა, რომ არ მქონდა ეგეთი კონფლიქტი და რატო აკავეს. წერილები მოგვსვენ, მაგალითად წერილი მოგვივიდა ციხიდან, რომ ადამიანი დააკავეს, ცოლთან მოუვიდა კონფლიქტი, ამ ცოლს ეს ცოლი რაღაც სახლიდან წავიდა, ამან ტელეფონზე მიწერა, მუქარა რომ აი თუ არ მოხვალ რაღაც დედას გიტინა, თუ არ დაბრუნდები, ანუ რამე ფიზიკური კონფლიქტი კი არ მოვიდა, აი იჩხუბეს ცოლი რაღაც სახლიდან გაიქცა, ამან ტელეფონზე მიწერა, იმ ცოლმა ამ მუქარაზე დააჭერინა და მე სასამართლოზე თქვა რომ იქ განაცხადა რომ საკუთარ ქმარზე რომ ამან 2 წლის წინ გამოუპატიურა. დიდი შვილი წავდა, აი მოზდი რაღაც 10 წლის თუ 7 წავდა და იმ 2 წლის შემდეგ ის სხვა შვილიც გაუჩნდა და ჩვენ ცხოვრობდნენ, ცოლ-ქმარი იყო. ამან თქვა რომ 2 წლის წინ გამოუპატიურაო, ანუ ისე დაამყარა სექსუალური კავშირი, ამის წინააღმდეგი ვიყავიო. ცხადი ამის ვერანაირი არაფერი მტკიცებულება არ შეიძლება არსებულიყო, იმდენად რომ არანაირი მსგავსი მოყოლის დონეზეც კი არ ვიყო, დედამისისთვის, თავის დისთვის, არავისთვის ნათქვამი არ ქონა. ვინმეს რო კიდე დაედასტურებინა, რომ ხო აი 2 წლის წინ მეც მითხრა რაღაცა ასეთი ფაქტის შესახებ, უბრალოდ ქალმა თქვა. და ეს ადამიანი გაუშვეს 11 წლის ციხეში. ანუ ისეთი მტკიცება არისთვის, რომელიც არათუ დამტკიცებადი არ არის. შეუძლებელია რომ მეორე მხარემ საპირისპირო დაამტკიცოს. როგორ შეიძლება დაამტკიცოს ვინმე რომ აი ქალი უბრალოდ ამბობს რომ 2 წლის წინ რომლის მერეც ცხოვრობენ ერთად, 2 წლის წინ გამოუპატიურა და რანაირად შეიძლება ვიღაცამ დაამტკიცოს რომ არა ეგ არ მომხდარა, ხო? შეუძლებელია. ადამიანი გაუშვეს 11 წლის ციხეში. ასეთი ფაქტები ხდება უამრავი. აი რა ვიცი, აი მამამისი ეჩხუბა გოგოს, რომელიც 16 წლის იყო, რომელიც გვიან მოვიდა სახლში. გოგომ გამოიძახა პოლიცია, გაუშვა მამა ციხეში. აი ასეთ ფაქტებს გვწერენ. თალხო საგიჟეთი ხდება და იმდენი პროცენტია გაშვებული ციხეში, ისეთი რაოდენობა ოჯახურ კონფლიქტებზე გაშვებული ციხეში, რომ ხო გესმით, რომ ეგ ოჯახები მე ინგრევა. ვიღა ერთ-ერთი ნაკლები ოჯახი იქმნება. ნაკლები ოჯახი იქმნება. ანუ ოჯახები რაც იქმნება, ნაკლები ისინიც რეკორდული რაოდენობით ინგრევა. მე მიჩნდება ასეთი კითხვა. ქართული ოცნება რომ ლაპარაკობს რომ აი ზეწოლა იყო ადრე და ეხა აღარ არის ზეწოლა. ხო, მე საერთოდ საკითხს ასე ვსვავ. პირველი ეს რატო არ გაგახსენდა? აი ეს როგორი რაღაცაა, იცი? რაღაცეები რო ხდება აი ამ საქართველოში, რომ აი რაღაცეებს აკეთებენ, იქ კანონი მიიღეს, იქ აი ნიშნულოვნად რა ჩათვალეს. ხო, იქ მაგალითად ვინც უცხოეთშია წასული ქართველები, ხო, საქართველოს ეკონომიკა ხო მაგაზე დგას, აქედან ხალხი გაქცეულია, იქ მუშაობს და ფულს აგზავნის თავის ოჯახთან, ხო, და ეკონომიკა მაგაზე დგას და იმ ხალხს რომ აი მაგალითად არჩევნებში
ხმისუფლება აღარ გქონდეთ, ეგ მნიშვნელოვანია, ეგ სწრაფად კეთდება, ხო? ეგეთი რაღაც ნაბიჯები, მაგრამ აი ესეთი საკითხები რო არ გახსენდება. ეგ რას ნიშნავს? რას ნიშნავს ეგ აი ამაზე მნიშვნელოვანი რა არის? ეხლა მარტო ისეთი საკითხები ვისაც აღელვებს, რომ აი რაღაცა თავისი ძალაუფლება როგორ გაიმყარონ და ბიზნესები როგორ გადაინაწილონ, ხო? ეს საკითხი თუ განთავისუფლდეს, ჯერ ერთი ზეწოლა მართლა ეგ პირველი შეკითხვა ეგ. ზეწოლა რა უნდა იყოს? რა ზეწოლა უნდა იყოს, რომ აქ ეს მიგაღები? საერთოდ ამოცანა სახელმწიფოს ამოცანა უნდა იყოს ამის შენარჩუნება. აბა იქ ვიღაცები რო შედან იმ კაბინეტებში და რაღაცებს რო რაღაც ნიშნელოვანი სახეებით რო რაღაცებს გადაადგილდებიან. ეგ რაში მჭირდება ეგ ხალხი? მაგათი მნიშვნელობის განცდა რაში მჭირდება? თუ კი რამე ფასეული არ შევინარჩუნეთ და არ შევინახეთ, ამ ხალხის მნიშვნელობა რა საჭიროა, ხო? ან რა ზეწოლა მოახდინეს? და ზეწოლა რა მოახდინეს, გეტყვით, არაფერი. ფულს აღარ მოგცემთ. გრანტს აღარ მისცემდნენ. თუ არ შეასრულებდნენ და ვერ გაუძლეს, გრანტი ისე უნდა რომ მოაწერეს ხე, მაგრამ ეხლა ხო აღარ არის. ეხლა ხო გრანტს ისედაც აღარ გაძლევენ. ხო? ეხლა სხვა რაღაცებით რატო ხარ დაკავებული? ამას რატო არ აკეთებ? აქედან გამოსვლა ხო უნდა იყოს თუ კი რაღაც ტყვეთიყავი აყვანილი და თუ გიჭერდნენ და გაწამებდნენ, თუ წამებით გემუქრებოდნენ, ამას არ გააკეთე, კაი განთავისუფლდი, ეხლა რას ზიხარ, ხო?